Teraz słuchasz podcastu Polski z Lili. Tutaj nauczysz się czegoś nowego w ciekawy sposób, żebyś poprawił gramatykę, rozumienie ze słuchu i zaczął mówić po polsku. Słuchając tego podcastu możesz się uczyć polskiego gdzie tylko chcesz, w dowolnej sytuacji lub w dowolnym czasie. Więc zaczynamy! Dzień dobry wszystkim. Mam nadzieję, że wszystko w porządku. მოგესალმებით ყველას, როგორ ხართ? იმედია, რომ თქვენმა დღემ კარგად ჩაიარა. ეს არის გადაცემა, ანუ პოდკასტი პოლონური ლილისთან ერთად. დღეს არის პირველი ეპიზოდი და მას გავუძღვები მე, ლილი შაინიძე. პირველ რიგში მინდა გითხრათ, თუ ვისთვის არის ეს გადაცემა? ეს გადაცემა არის დამწყებთათვის და არა მარტო მათთვის, ყველასთვის, ვისაც უნდა გაიუმჯობესოს პოლონური ენის ცოდნის დონე. ეს გადაცემა დაგეხმარებათ დაიწყოთ პოლონურად დამოუკიდებლად საუბარი. გადაცემის ახალი ეპიზოდები გამოქვეყნდება კვირაში ერთხელ ყოველ კვირას. გამოვიყენებ სხვადასხვა მეთოდებს და გვექნება სხვადასხვა რუბრიკა. მაგალითად, ეს იქნება ტექსტის მოსმენა, რომელიც დაგიხვეწავთ მოსმენის უნარჩვევებს და შემდეგ ტექსტიდან გამომდინარე შეკითხვებზე პასუხის გაცემა, რათა მივეჩვიოთ ანალიზს და ფიქრს. ასევე გვექნება გრამატიკის რუბრიკაც, რადგან გრამატიკის გარეშე დამოუკიდებლად სიტყვების აწყობა დამეთანხმებით რთულია. გვექნება სხვადასხვა სავარჯიშოები და ასე შემდეგ. უამრავ სიახლეს მოისმენთ. არ დაგავიწყდეთ ასევე პოლონური ლილისთან ერთად შეგიძლიათ იპოვოთ Facebook-ზე, TikTok-ზე, ასევე გამოიწეროთ არხი YouTube-ზე, სადაც ნახავთ უფრო ვრცელ ვიდეოებს. ახლა მე გაგაცნობთ დღევანდელი დღის თემას, თუ რას გავაკეთებთ. დღეს წავიკითხავთ ტექსტს ანიაზე, ერთ გოგოზე, რომელიც მოგვიყვება თავისი ცხოვრების შესახებ, ერთგვარი რუტინის შესახებ, ასე ვთქვათ, რას აკეთებს ყოველდღიურად, როდის დგება, სამსახურში როდის მიდის, შემდეგ რას აკეთებს და ასე შემდეგ. არის ტექსტი დამწყებთათვის. თავდაპირველად წავიკითხავ ნელა, რომ კარგად გაიგოთ, გამოკვეთოთ სიტყვები და შემდეგ უკვე შედარებით ჩქარა, ანუ ნორმალური ტემპით. თქვენ კი ყურადღებით უნდა უსმინოთ ტექსტს, რადგან ტექსტის ბოლოს იქნება 4 შეკითხვა დასმული ტექსტიდან გამომდინარე 4 სავარაუდო პასუხით. თუ შეხვალთ აი ამ ეპიზოდის აღწერაში, თქვენ შეძლებთ გადმოიწეროთ დღეს გამოყენებული ტექსტი პოლონურ ენაზე, ასევე ქართულ ენაზე და უცხო სიტყვების განმარტება ქართულ ენაზე. ახლა კი მოდით მოусმინოთ ტექსტს. Mam na imię Ania. Mam 27 lat i jestem z Polski. Mieszkam w Warszawie z moją rodziną. Codziennie wstaję rano o 7, dlatego że pracuję zawsze o 8. Lubię długo spać i nie lubię rano wstawać. Najpierw myję zęby, potem ubieram się i jem śniadanie. Lubię jeść kanapkę z szynką i z serem. Lubię pić czarną herbatę z cytryną. Kiedy nie mam czasu, jem śniadanie w pracy. Kończę pracę o 4. W środę po pracy i w sobotę chodzę na siłownię z moją przyjaciółką. Tam spędzamy godzinę. Kiedy wracam do domu, biorę prysznic. Następnie gotuję obiad i
oglądam telewizję lub słucham muzyki. Chodzę spać około o 10:00. W piątek wieczorem spotykam się z przyjaciółmi. Często chodzimy do restauracji lub do kawiarni. Kiedy pogoda jest ładna i jest ciepło, spacerujemy i dużo rozmawiamy. ძალიან კარგი, ახლა კი მოვუსმინოთ ტექსტს ნორმალური სიჩქარით. Mam na imię Ania. Mam 27 lat i jestem z Polski. Mieszkam w Warszawie z moją rodziną. Codziennie wstaję rano o 7:00, dlatego że pracuję zawsze o 8:00. Lubię długo spać i nie lubię rano wstawać. Najpierw myję zęby, potem ubieram się i jem śniadanie. Lubię jeść kanapkę z szynką i z serem. Lubię pić czarną herbatę z cytryną. Kiedy nie mam czasu, jem śniadanie w pracy. Kończę pracę o 4:00. W środę po pracy i w sobotę chodzę na siłownię z moją przyjaciółką. Tam spędzamy godzinę. Kiedy wracam do domu, biorę prysznic. Następnie gotuję obiad i oglądam telewizję lub słucham muzyki. Chodzę spać około o 10:00. W piątek wieczorem spotykam się z przyjaciółmi. Często chodzimy do restauracji lub do kawiarni. Kiedy pogoda jest ładna i jest ciepło, spacerujemy i dużo rozmawiamy. და მოვიდა შეკითხვების დროც, შევამოწმოთ თუ რამდენად გავიგეთ ტექსტი. მოვუსმინოთ პირველ შეკითხვას. Ile lat ma Ania? რამდენი წლის არის Ania? Pasuchi. A. 27, 27, B. 29, 29, C. 17, 17, D. 21, 21. აბა მოვიფიქროთ თუ როგორ გვახსოვს, ვისაც მეტი დრო გჭირდებათ მოსაფიქრებლად, შეგიძლიათ დააპაუზოთ ეს ნაწილი. და ახლა კი სწორი პასუხი. პასუხი არის A. 27, 27. Ania ma 27 lat. Ania არის 27 წლის. უკვე მეორე შეკითხვის დროა, მოვუსმინოთ ყურადღებით. მეორე შეკითხვა. O której kończy pracę Ania? რომელ საათზე ამთავრებს სამსახურს Ania? პასუხები. A. O 6:00, 6-ზე, B. O 8:00, 8-ზე, C. O 5:00, 5-ზე, D. O 4:00, 4-ზე. აბა დავფიქრდეთ, გვაქვს რომ მოსაფიქრებლად მართალია ცოტა, მაგრამ ვისაც მეტი გჭირდებათ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ დააპაუზოთ. აბა რას გვეუბნება ანიამ? რომელ საათზე ამთავრებს სამსახურს? როგორ გვეუბნებოდა ტექსტიდან გამომდინარე? და სწორი პასუხის დროა. სწორი პასუხია D. O 4:00. 4-ზე. Ania kończy pracę o 4:00. Ania 4-ზე ამთავრებს სამსახურს. ძალიან კარგი, ახლა კი მესამე შეკითხვის დროა, მოვუსმინოთ. Შეკითხვა მესამე. Jaką herbatę
lubi Anya. Rogori chai uqvars Anyas. A. Czarną herbatę z cytryną, szawi czaj limonit. B. Zieloną herbatę z cytryną, mcwany czaj limonit. C. Czarną herbatę bez cytryny, szawi czaj limonis karesze. Da D. Owocową herbatę z cytryną, ხილის ჩაი ლიმონით. აბა გავიხსენოთ თუ როგორ იყო ტექსტში მოცემული. ტექსტის დასაწყისში საუბრობდა ანია ამაზე. გვაქვს დრო ცოტა. ვისაც მეტი დრო გჭირდებათ, შეგიძლიათ დააპაუზოთ. და სწორი პასუხის დროა. სწორი პასუხია A. Czarną herbatę z cytryną, szawi czaj limonit. მეგობრებო, ანიას ყვარებია შავი ჩაი ლიმონით. Anya lubi czarną herbatę z cytryną. აი ეს არის სწორი პასუხი. უკვე შეგვიძლია მეოთხე შეკითხვაც დავსვათ. მეოთხე და ბოლო შეკითხვა მოვსმინოთ. შეკითხვა კი ასეთია. Kiedy chodzi Ania na siłownię? Rodis stadis Ania sawardisho darbazshi. Pasuchebi A. W środę i w piątek od szabac do paraskevs. B. W poniedziałek i w sobotę or szabac do szabac. C. W środę i w sobotę od szabac do szabac. Da D. W sobotę i w niedzielę szabac do kwiras. Aba gwaks cota dro, mamy trochę czasu. Możecie sobie spokojnie przypomnieć, kiedy chodzi nasza Ania na siłownię. Shegizliat kajchsenot. Rodistadis Ania darbazshi. Powtarzam, że jeśli potrzebujesz więcej czasu, możesz przerwać tę część odcinka. შეგახსენებთ თუ მეტი დრო გჭირდებათ, შეგიძლიათ დააპაუზოთ ამ ეპიზოდის ეს ნაწილი. და სწორი პასუხის დროა. სწორი პასუხია C. W środę i w sobotę od szabac do szabac stadis Ania darbazshi. Ania chodzi na siłownię w środę i w sobotę. ჩვენი შეკითხვებით დავასრულეთ. ვინც 4-ვე შეკითხვას სწორად უპასუხეთ, გილოცავთ, ძალიან კარგი შედეგია, მაგრამ ვინც 4-ვე სწორად ვერ გამოიცანით, არა უშავთ. თქვენ ჯერ კიდევ გზა გაქვთ გასავლელი, რომელიც თქვენ დაგეხმარებათ აი ამ შედეგის მიღწევამდე. ამისთვის საჭიროა ბევრი დრო დაუთმოთ მოსმენას, ასევე ლაპარაკსაც, ანუ იმ ინფორმაციის პრაქტიკაში გამოყენებას, რასაც სწავლობთ. ეს იქნება დამოუკიდებლად სწავლა, თუ თქვენი მასწავლებლის დახმარების სწავლა. მინდა გითხრათ, რომ მოსმენა ძალიან ბევრს ნიშნავს და ასევე პრაქტიკა, ანუ თეორიული, მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ კი შეგიძლიათ აი ამ ეპიზოდის კომენტარებში დამიწეროთ, თუ რამდენი გამოიცანით სწორად, ძალიან მაინტერესებს და რას ფიქრობთ ზოგადად ტექსტზე, რამდენად ადვილი ან რთული იყო ეს ტექსტი. და ჩვენი გადაცემის პოლონური ლილისთან ერთად პირველი ეპიზოდის დასასრულს მიუახლოვდა. მე შემდეგი ეპიზოდით დაგიბრუნდებით შემდეგ კვირაში. ძალიან გამიხარდება თუ აი ამ გადაცემას შემიფასებთ იმ პლატფორმაზე, რომელზეც მისმენთ, ეს იქნება Spotify თუ Google Podcast-ი და ეს ძალიან დამეხმარება შემდგომ განვითარებაში და მართლაც мотивაციას მომცემს, რომ გავაგრძელოთ ჩაწერა და შესაბამისად თქვენი დახმარებაც. შეფასება კი შეგიძლიათ დაწეროთ ვარსკვლავების სახით, იმის მიხედვით თუ რამდენად კმაყოფილი ხართ აი ამ გადაცემით.
ძალიან დიდი მადლობა, ვინც მისმენთ დღეს, ვინც ჩემთან ერთად ხართ. ახლა კი დაგემშვიდობებით და ხალისიან და წარმატებულ დღეს გისურვებთ. Do usłyszenia!